სასკოლო ასაკმა შესაძლოა 5 წლამდე დაიწიოს. მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას პედაგოგები და ფსიქოლოგები არაერთგვაროვნად აფასებენ, თუმცა თანხმდებიან, რომ იდეის განხორციელებამდე სერიოზული მუშაობაა საჭირო. რა სახის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სკოლამდელი ასაკის დაწევამ, ნახეთ სიუჟეტში. წლევანდელი წიდან უკვე უნდა დაუშვათ 5 წლიანების შესვლა პირველ კლასში, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ 19 წლის ახალგაზრდა ამთავრებდეს სკოლას 12 წლიანი შემოვიღეთ ჩვენ, მაგრამ უნდა ადრე დაიწყოს. მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას სასკოლო ასაკის 6-დან 5 წლამდე დაწევის შესახებ დღეს უკვე პედაგოგები და ფსიქოლოგები აფასებენ. გიული სოსელია, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს, ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამბობს, რომ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარის ქონა სწავლისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს. 5 წლიანი ბავშვი მომზადებული არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად არის მომზადებული სკოლისათვის. თუ მშობლები თუ ან საზოგადოება იმას უყურებს, რომ ლექსებს ამბობს ძალიან კარგად და ანგარიშობს 20 თვეში და მილიონამდე ითვლის და ასე და ასე. ეს ჯერ ესეთი ერთეულებია და ეს არ არის ის, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს სისტემატური კურსით. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ფსიქოლოგი ხათუნა ლებანიძე. ის ამბობს, რომ სასკოლო ასაკის 5 წლამდე დაწევის აუცილებლობა ბავშვების განვითარების დონის ამაღლებამ გამოიწვია. ბევრი ინფორმაციის საშუალებაა ეხლა და ბავშვები ფაქტიურად მომზადებულები არიან. ძალიან დიდი ინფორმაცია, გონებრივი შესაძლებლობები მათი უფრო მეტია. თუმცა ფსიქოლოგი არ უარყოფს, რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რაც პირველ რიგში მათ ნებისყოფას უკავშირდება. სკოლა უნდა იტვირთოს ის ვალდებულება, რომ ეს კრიზისები გადაალახვინოს ბავშვს. მე ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა არ იქნება. დაწყებითი კლასების პედაგოგის ნინო ჯინჭარაძის აზრით იდეამ შესაძლოა გაამართლოს. თუმცა ამბობს, რომ ბავშვებისთვის 5 წლის ასაკში სწავლის დაწყება გარკვეულწილად სტრესია. 5 წლიანი ბავშვები არიან ისეთები, რომლებიც შესძლებენ დაძლიონ პროგრამა და შეიძლება ნაწილმა ვერ დასძლიოს. ასე რომ გამართლებაზეა. ფსიქოლოგებიც და პედაგოგებიც თანხმდებიან, რომ იდეის განხორციელებამდე სერიოზული მუშაობაა საჭირო. ამ ინიციატივის შესახებ პრეზიდენტმა 2 დღის წინ ისაუბრა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა პროგრამა შემუშავდება იმ პირველკლასელებისთვის, ვინც სკოლის მერხს 5 წლის ასაკში მიუჯდება. თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს და გამოშვებას საერთაშორისო თემებით განვაგრძობთ. ინდოეთში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მეამბოხე მაოისტებმა აიღეს. რკინიგზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ინდოეთში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მეამბოხე მაოისტებმა აიღეს. რკინიგზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. ავარიიდან 15 საათის შემდეგ გადაყირავებული მატარებლის ვაგონებიდან ხალხი ჯერ კიდევ ვერ გამოყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, კალკუტიდან მუმბაიში მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შემდეგაც ის სატვირთო მატარებელს შეეჯახა. კატასტროფიდან რამდენიმე საათში ოფიციალურმა პირებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მომხდარში მაოისტები დაადანაშაულეს. მატარებლის მემანქანის განცხადებით თავდაპირველად მან აფეთქების ხმა გაიგონა, რის შემდეგაც მატარებელმა რხევა დაიწყო და რელსებიდან გადავიდა. ეს იყო დივერსიის აქტი, რომელიც მეამბოხე მაოისტებმა განახორციელეს. მატარებელი რელსებიდან რკინიგზის სავალი ნაწილის დაზიანების გამო გადავიდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღების პარალელურად მაოისტები აცხადებენ, რომ დასავლეთ ბენგალიაში შავი კვირა დაიწყება. ნიგერია შიმშილის ზღვარზე გვალვების გამო ქვეყანაში მოსავალი ვეღარ მოყავთ. იღუპება პირუტყვიც, მკურნალობა სჭირდება ათასობით ბავშვს. საერთაშორისო საზოგადოება ნიგერიისთვის დახმარებას ცდილობს.
ასეთი იყო დღისა და საათის მნიშვნელოვანი სიახლეები. მე ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ და დროებით ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ბედნიერად.